დაგვირდით ამ გოგონას ის ემზადება თავისი ოპერაციისთვის და როგორც ხედავთ, თავისივე ხელით შეჰყავს ინტრავენური საანესთეზიო საშუალება, რაც საკმაოდ იშვიათია და დაგვირდით მედიკამენტის მოხვედრიდან ინტრავენურად რა მალე იმოქმედებს ეს მედიკამენტი. აი როგორც ხედავთ, დაიწყო უკვე მოქმედება და დადგა მისი მოქმედება. რაც შეეხება ამ მედიკამენტის მოქმედებას, როგორც კი მოხდება ინტრავენურ სისტემაში ეს მედიკამენტი, ის მოქმედებს დაბა რეცეპტორებზე და ეს არის რეცეპტორები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რომლებიც თრგუნავენ ნეირონების აგზნებას და შესაბამისად ნერვული იმპულსების წარმოქმნასაც და გავრცელებასაც. ეს გაბა რეცეპტორი არის ინჰიბიტორული რეცეპტორი, ანუ ნიშნავს, რომ ის თრგუნავს ნეირონების აგზნებას და როდესაც ეს მედიკამენტი დაუკავშირდება ამ რეცეპტორს, რეცეპტორი რა თქმა უნდა ვერ არჩევს ენდოგენურ და ეგზოგენურ, ანუ მედიკამენტურ კავშირს და შესაბამისად აქტივირდება და თრგუნავს ნეირონების აგზნებას, რის შედეგადაც ვითარდება სედაცია, ჰიპნოზი და ადამიანი კარგავს გონებას. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი რამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი გონებას კარგავს და ასე ვთქვათ, სედირებულია, ეს მედიკამენტი არ მოქმედებს როგორც ანალგეტიკი. და სწორედ ამიტომ გამოიყენება დამატებითად ანესთეზიის დროს ოპიატი, ანუ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ორგანიზმს ამ ტკივილის იმპულსების აღქმას უქვეითებს.